საპროტესტო მსვლელობების შეძახილების სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებები დაკავებები ხმაურიანი აღმოჩნდა 11 და 12 იანვარს თბილისსა და ბათუმში გამართული აქციები დემონსტრანტებმა პროტესტის გამოხატვის სხვადასხვა ფორმას მიმართეს. ბათუმში სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც გაფიცვის მოწოდების შემცველი სტიკერების გაკვრის გამო დაკავებები დაიწყო. ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის აყვანის შემდეგ, რომელიც ჯერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, მოგვიანებით კი სისხლის სამართლის წესით აიყვანეს. აქციებზე პროტესტის განსხვავებული ფორმებით აქტიურობდნენ პოლიტიკოსებიც. პოლიტიკური ლიდერები გამოჩნდნენ გუშინ რესტორან ბაბილოსთანაც, სადაც მოსამართლეების საახალწლო წვეულებაზე იყვნენ შეკრებილები. აქციისა და მონაწილეთა მძიმე რეაქციების გამო მათ რესტორანში შესვლა და იქიდან გამოსვლა სამართალდამცავთა დახმარებით მოუხდათ. საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია პროტესტის კიდევ ერთი ფორმისკენ საჯარო მოწოდებამ. რესტორნის პერსონალისადმი აქციის მონაწილეთა მიმართვამ სოციალურ ქსელში მალევე კამპანიური ხასიათი მიიღო, თუმცა პოზიციები გაიყო. თუკი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში თბილისში თუ მის გარეთ გამართული აქციები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. პროტესტის 46 დღეს ეს მოცემულობა შეიცვალა. მოქალაქეებისა და პოლიტიკოსების მოთხოვნების სხვა დღეებში გამართული აქციების მოთხოვნებისგან არ განსხვავდებოდა. თუმცა განსხვავებული იყო პროტესტის გამოხატვის ფორმები. ამჯერად ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან მოთხოვნები კონკრეტული სამართალდამცველების მიმართაც გაჟღერდა. ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს პროტესტის მონაწილეები პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 2 დღის წინ გამართული აქციისას ბათუმელების დამფუძნებლისა და დირექტორის ძია ამაღლობელის უკანონო დაკავებაში ადანაშაულებენ. აჭარის მთავრობის სახლთან მისულმა ელენე ხოშტარიამ ადგილზე შეკრებილი სამართალდამცველებისგან სწორედ ირაკლი დგებუაძის ადგილსამყოფელის გამხელა ითხოვა. კონკრეტული მიზნებისთვის და როგორც აღმოჩნდა, კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთ ლიდერს პოლიციელის მისიის მიმართაც აქვს პრეტენზიები. მეც მინდა გავარცხავ, მე მინდა გავარცხავ. ეს არის ზალადობა. კი, მე მინდა გავარცხავ. მე მინდა რუსის მონას გებუაძეს ვაგებინო პასუხი. კანონი თქვენ გეუნებათ, რომ ევროპას უნდა ემსახუროთ, იმიტომ რომ ჩაწერილია 78 მუხლში კონსტიტუცია ჩემს ქვეყანას. ბათუმში აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნის პარალელურად თბილისში აქციის მონაწილეები გუშინ რესტორან ბაბილოსთან შეიკრიბნენ, სადაც არსებული ინფორმაციით მოსამართლეების კორპორატიული წვეულება მიმდინარეობდა. რესტორანში შესვლამდე და მოგვიანებითაც აქციის მონაწილეებმა ისინი შეძახილებით გააცილეს და კვერცხები დაუშინეს. სოციალურ ქსელში მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენლების მისამართით პროტესტის გამოსახატად გაჩნდა სხვადასხვა ინიციატივებიც. მინიმუმ 3 ადამიანი ვიცი, ვინც დღეს მოსამართლეების სუფრას უნდა მოემსახუროს. 3-ვესგან ვიცი, რომ უკლებრივ ყველა კერძში ჩააფურთხებენ. მიმტანად მომუშავე ადამიანების უმრავლესობისთვის სამსახურის დაკარგვა მართლა უმძიმესი ტვირთია, მაგრამ ის მაინც ხომ შეგიძლიათ, რომ ჩუმად ყველა კერძში ჩააფურთხოთ. ისე რომ იცოდეთ, საჭმელში ჩაფურთხება და ამგვარი ზურგს უკან საქციელი ლიეტუვური სტილია და ყოველთვის ყველაზე სამარცხვინო ქცევად ითვლებოდა. ფაქტია, რომ ყველაზე არაქართული პროტესტის მომსწრე ვართ, რომელიც ლიეტუვიდან გადმოღებული ამ სამარცხვინო ქცევის იმედადაა. პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს ლიეტუვას ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რეპრესიული რეჟიმები ფრთხილად უნდა იყვნენ თავიანთი ოპონენტების ლიეტუველებთან შედარებისას, რადგან ლიეტუველებს მსგავს სიტუაციებში გამარჯვების გამოცდილება აქვთ. გაბრიელიუს ლანცბერგის არ დაუკონკრეტებია გამარჯვების გამოცდილება საკვებთან დაკავშირებულ ამგვარ პერფორმანსებს უკავშირდება თუ არა. თუმცა საქართველოში პროტესტის მონაწილეთა ნაწილი თვლის, რომ ეს ფორმაც მისაღებია. ოპოზიციის ნაწილი კი ირწმუნება, რომ ამგვარი პროტესტი მოქალაქეების მხრიდანაა თვითორგანიზებული და არა წინასწარ დაგეგმილი. იმის მიუხედავად, რომ მას ხშირად კამპანიური ხასიათი აქვს. ერთადერთი დადასტურებული შემთხვევა და ფაქტები, როდესაც დადასტურებულად ვიცით, რომ საქართველოს მოქალაქეებს პირში აფურთხებდნენ, ხდებოდა ნოემბერ-დეკემბრის დასაწყისში, როდესაც აქციის მშვიდობიან მონაწილეებს აკავებდნენ, გადაყავდათ ეგრეთ წოდებულ მინივენებში, აწამებდნენ მათ. სადაური წესია მსგავსი დამოკიდებულება დაკავებული პირის მიმართ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ეს არის რუსული. როდესაც პირობითად კვების ობიექტებში ნახავენ ადამიანს, ქართული ოცნების წარმომადგენელი იქნება თუ სხვა, ვინც იღებს მონაწილეობას ამ ქვეყნის ღალატში, მე უფრო მარტივი გამოსავალი მაქვს, რომ ზოგადად არ მოემსახურო. ბევრად უფრო უმტკივნეულო პროცესი
პროცესია და ნაკლებ შიშის მომგვრელი ქართული ოცნებისთვის და ნაკლებად რაღაცა საზოგადოებაში აზრის გამყოფა. ეგ არის მცდელობა რეჟიმის მხრიდან, რომ კიდევ უფრო შეზღუდოს ადამიანების გამოხატვის თავისუფლება არის უფლება, რომელიც ჯერ კიდევ გვაქვს დარჩენილი ამ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში და მაგის დათმობა არ შეიძლება არც ერთ შემთხვევაში. გამოხატვის თავისუფლება ის რაც დაამარცხებს ამ რეჟიმს საბოლოო ჯამში. მართველი გუნდი აქციის მონაწილეთა ნაწილისა და ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან გაჟღერებულ გზავნილებს, უცხო ქვეყნების წარმომადგენელთა ინტერესების გატარებად და ხელისუფლებაზე ზეწოლის მცდელობა დაფასებს. ამასთან ქართულ ოცნებაში დარწმუნებულები არიან, რომ ვითარების რადიკალიზაციის მცდელობები და ბუნინგის კამპანია ცალკეული ოპოზიციური პარტიების ხელწერაა. მათ შორის აბუ-დაბის ერთ-ერთ კაფეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დღეს გავრცელებული ვიდეო კადრები, სადაც მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილსა და მართველი გუნდის დეპუტატ შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. რაღაც ინციდენტი მოხდა. არ არის ეს რამე საამაყო, უბრალოდ ერთი უნდა ვიცოდეთ ყველა. ქართველები ვართ ამოყარეები, როდესაც ჩემს ოჯახს, ჩემს ახლობლებს ეხებიან, ყოველთვის პასუხი გვექნება და ასე გავცემთ ყოველთვის პასუხს. არავის არ აქვს უფლება მივიდეს ადამიანთან, რომელიც ზის, თავისთვის საუზმობს მიაყენოს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ვცდილობთ, რომ დანერგოთ ტენდენცია, რომ ესე იგი თუ არის ვინმე თანამდებობის პირი, მიდის ვიღაცა აყენებს შეურაცხყოფას, თავი უნდა ჩაღუნოს წავიდეს. ეს ვერ მოხდება. ელენე ხოშტარი არის ცნობილი პროვოკატორი. მისი ნაბიჯები ყოველთვის, თითქმის ყოველთვის გამიზნულია იმისთვის, რომ სიტუაცია არიოს, დაძაბოს და საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესები განახორციელოს. თავისი არსით თლიანი ეს კამპანია ვინაიდან არის მართული გარედან, ამიტომაც არის არაქართული, მისი მეთოდებიც არ არის ქართული, აბსოლუტურად უცხოა ჩვენი ქართულ მათ შორის პროტესტის კულტურისთვისაც უცხო არის, ის რასაც ჩვენ ხედავდით მაშხალები თავდასხმას პოლიციელზე, მტრევას და მსხრევას და მოლოტოვის კოქტეილები. ჩვენ ხო ეს ბოლო 2 წელია ზუსტად აი ამ გარედან მართულმა პროტესტმა შეაჩვია ჩვენ თვალსა თუმე მოლოტოვის კოქტეილებს ისვრიან აქციებზე. ეს ოდესმე ყოფილა? ქართველებს ეხლა რა და აქციები, მიტინგები და სხვა ასეთი საპროტესტო ღონისძიებები ჩვენი ბავშვობიდან ყველას გვახსოვს სხვადასხვა სახის და ამით ვამაყობდით ყოველთვის, რომ ერთი ფოთოლი არ ჩამოვარდებოდა ხოლმე ხიდან, ისე მიმდინარეობდა აქციებიდან და დღეს ას ვხედავთ უცხოეთიდან მართულ აქციებს, რომელშიც მტრევა, მსხრევა, პოლიციელებზე თავდასხმა, ადამიანების შევიწროება, ლანძღვა, ну, არ ვიცი, ქალი, კაცი უკვე მნიშვნელობა არ აქვს, ყველა ერთნაირად უმსგავსოდ იქცევა. როგორ და რა ფორმით გაგრძელდება აქციები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში უკვე 47 დღეა მიმდინარეობს უცნობია. თუმცა ამ დრომდე პროტესტის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნების ჩატარება და აქციებისას დაკავებული პირების გათავისუფლებაა.